ის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მისული გივით არგამაძე ცოტა ხნის წინ განყოფილებიდან სჯავრდებული სტატუსით გამოიყვანეს პოლიციელებმა და ის ამ წუთებში რუსთავის მე-12 დაწესებულებისკენ მიყავთ. გივით არგამაძეზე ოკუპანტ ქვეყანას 13 წელია ძებნა აქვს გამოცხადებული. დღეს მას ოფიციალურად დაადეს ხელბორკილები და მას უკვე დაკავებული სტატუსი აქვს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გივით არგამაძე ვაკის პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, შემდეგ პოლიციელებმა სადემონსტრაციოდ განყოფილების წინ დაადეს ხელბორკილები, ოფიციალურად მოსამართლის გადაწყვეტილება გააცნეს, შემდეგ გარკვეული პროცედურები იყო და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით გივით არგამაძეს, იქამდე ვიდრე მას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას აქვს მოლოდინი ქართული ოცნების რეპრესიები კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და არ გამორიცხავს, რომ ის არ იყოს უკანასკნელი დაკავებული პოლიტიკოსი. ელოდება, რომ დაკავებების სერიას ბიძინა ივანიშვილის გუნდი გააგრძელებს, თუმცა დარწმუნებული არის იმაში, რომ გამარჯვება აუცილებლად ძალიან მალე დადგება ქართველი ხალხის, იმაზე უფრო მალე, ვიდრე ეს წარმოიდგინა მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასაც. გავიმარჯვებთ აუცილებლად და იქნება ჩემი აზრით უფრო მალე, ვიდრე მეგონა მეც აქამდე. ახალგაზრდები ვიყავ დაკავებული ამდენი და ესეთ იმებს ვადებს უშჯიან და ამ შემდეგ, რომლებიც არ არიან ხო საერთოდ პოლიტიკოსების, სხვადასხვა პროფესიის ხალხია და სამოქალაქო პროცესს გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა, ველოდებით რომ პოლიტიკოსებზეც ესე იქნება, მაგრამ ჩემი აზრით სწორედ სამოქალაქო პროტესტმა ეხლა კიდევ უფრო უნდა აკრიფოს, ასე ვთქვათ, ისევ ესე სამოქალაქო მტკიცე პროცესით უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს. ჩემი ეჭვი გამოვთქვი, რომ რუსების ინტერესი არის ეს და მაქვს უფლება, რომ ეგრე მჯეროდეს. კოდექსის 350-ე რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერების მოთხოვნას შეუსრულებლად. საქართველო გაიმარჯვებს. ბატონ გივი, ოცნებამ პუტინის ოცნება ასრულა? პუტინის ოცნება ქართულმა ოცნებამ აასრულა, ასე ფიქრობენ გივით არგამაძის ოჯახის წევრები. პირველებს ჰქონდა შესაძლებლობა თარგამაძის მამას, ვასილ თარგამაძეს გავსაუბრებოდით, რომელმაც გითხრა, რომ ქართული ოცნების მიზანი ახლა მისი შეფასებით არის ის, რომ გაატეხონ გივით არგამაძე, თუმცა ის ამბობს, რომ ამას ვერ მოახერხებენ, რადგან გააზრებული ჰქონდა გივით არგამაძეს, რომ ციხეში ქართული ოცნება მას აუცილებლად გამოკეტაოდა. გივით არგამაძის ოჯახის წევრებისაც აქვთ განცდა, რომ ქართულმა ოცნებამ სწორედ რუსეთის დაკვეთა შეასრულა, რადგან ძალიან კარგად ახსოვთ, რომ მისი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ამასთან ერთად პუტინი ღიად ამბობდა, რომ ითხოვდა გივით არგამაძის გადაცემას. 2013 წლის შემდეგ ძებნა ჰქონდათ ოკუპანტ ქვეყანაში გამოცხადებული მასზე, ბელორუსში მას 25 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ყველა ძალიან კარგად ახსოვს, რომ ჰააგის სასამართლოში მთავარი მოწმე სწორედ გივით არგამაძე არის და იცის საზოგადოებამ, რომ ჰააგის სასამართლომ ოკუპანტი ქვეყანა ომის დამნაშავედ გამოაცხადა. შესაბამისად, გივით არგამაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ფიქრობენ, რომ სწორედ რუსეთის დაკვეთა იყო, რომ საპყრობილეში აღმოჩენილიყო გივით არგამაძე. ყველაფერი ნათლად ჩანს, და მაინც ბევრი სათქმელი არაფერი არ არის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ერთი შვილ მაინც გავზარდებებთან მეომარიად. დანარჩენი ყველაფერი იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ. პუტინის ოცნება ასრულა ქართულმა ოცნებამ. რა თქმა უნდა, დიდი ხანია ამას აპირებდა, მაგრამ იმის გამო, რომ ევროპა, იმის გამო, რომ აქამდე არ გამოსდიოდა და ეხლა ეს გამოსდიოდა და აფეთქეს ერთხელ მეორედ. რუსეთზე დიდი ხანია უნდათ გადაცემა, მაგრამ კონსტიტუცია არ აძლევთ მაგის საშუალებას და ვერ გადასცეს. ეს კონსტიტუცია ჯერჯერობით კიდევ არის თუ არ ვიცი რა სიზამენ და ისე ხო შეიძლება ჩამოიყვანონ რუსები. აქ აყავთ რა ჩამოყვანა უნდათ, აქ არიან. ბევრი ხიფათი გადაიტანა. ბევრჯერ აი იმაში ყირგიზეთში ბებზე გადარჩა სიკვდილს. უკრაინაშიაც ჰქონდა პრობლემები, ყველგან ხიფათიანი კაცი. მაგრამ არ ატყდება.
არც გატყდება. იშვიათად მინახავს გივისნაირი შეწირული ეროვნული იდეას ადამიანი უამრავ რისკზე წამსვლელი. ხოდა ლოგიკურია ეთყობა, რაოდენ საშინელი არ უნდა იყოს ეს სიტყვა, რომ ასეთ ლოგიკაში ცხოვრობთ, რომ ეს ხელისუფლება დაიჭერდა გივით არგამაძესაც, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვას. ეს არის სრულმასშტაბიანი რეპრესიები. როდესაც ოპონენტს ვერ იტანდა, მისი განადგურება გინდა, დაპატიმრება გინდა, სიკვდილიც გინდა, იმიტომ რომ გივის ესეც ემუქრებოდა. რა ვიცი, ხარ დიქტატორი. ხალხის მიერ ოლიგარქად გამოცხადებული ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები დღეს ცდილობდნენ გივით არგამაძის ქმედება გაეუფასურებინათ ჰააგის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ ისინი და ამბობდნენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა არგამაძემ ჰააგის სასამართლოს მისცა ჩვენება თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოწმე იყო. არა და ყველას კარგად ახსოვს, რომ ქართულ ოცნებაში ამაყობდნენ ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და სწორედ ქართულ ოცნებას აწერდნენ გამარჯვებას, რომ ჰააგამ აგვისტოს ომში სწორედ რუსეთი გამოაცხადა ოკუპანტი ქვეყანა ომის დამნაშავედ. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა, ამაში გასაკვირი რა არის? რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია. გივით არგამაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ სხვა გონჩარენკო იქნება, ზუსტად იგივე ჩვენებას მიცემს ყველა ნებისმიერი. ფაქტია. და დიდი ამბავი, ახლა ვაშკაცად გამოგვივიდა. ჰააგაში ჩვენება მისცა, აბა რა უნდა ექნა. ისე ამბობს, გეგონება დაძლია და დაუპირისპირდა და რუსეთს და გადაუარა და გადაჯეგა. ყველა საშუალება მისცა რუსეთს, მათ შორის გივით არგამაძემ ამ ტუტუცური განცხადებებით, რომელიც აკეთა. ჰააგაში იყოს და გინდაც სტრასბურგში და გინდაც თბილისის საქალაქო სასამართლოში. პრინციპი ერთი. მან იცოდა ეს შედეგი რომ დადგებოდა და მაინც ესე იგი გადადგა ეს ნაბიჯი. ჩვენ ვერაფერს ვერ უშელით ადამიანს, რომელიც თვითდაპატიმრებისკენ არის განწყობილი. ეს არის წარმოუდგენელი. მაშასე გივით არგამაძე რიგით მერვე პოლიტიკოსია, ვინც ლუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ახლა რუსთავის მე-12 დაწესებულებისკენ მიყავთ იმისთვის, რომ მოიხადოს 7 თვიანი სასჯელი. სწორედ ეს ვადა განუსაზღვრა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას დღეს დილით. ნინო გალუსტაშვილმა სულ ცოტა ხანში ნიკამელიას საქმესთან დაკავშირებითაც უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება. ოპოზიციის ლიდერის სასამართლო პროცესი ჩანიშნული არის 2-ის ნახევარზე. ნიკამელია არ ესწრება სასამართლოს ხდომას, მოსამართლეს სარიელ დარბაზში მოუწევს მელია საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება, თუმცა ეს გადაწყვეტილება ბევრს მელია საქმეში ვერაფერს ვერ შეცვლის, რადგან კოალიციას ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა ისედაც